გარემოს დაცვის სამინისტროში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს. ეს ქვეყნის სატყეო პოლიტიკის განსაზღვრელი მთავარი დოკუმენტია, რომელშიც ყველა ის ასპექტია ასახული, რაც ტყეების მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. პროექტზე მუშაობა 2000 წლიდან დაიწყო. Ყოველი დოკუმენტი შეიქმნა, რომელსაც ეწოდება საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი, მსგავსი ტიპის დოკუმენტი არ არსებობდა და ამ ასეთი დოკუმენტის შექმნაზე რამდენიმე ათეული წელია უკვე მიმდინარეობს მუშაობა. დღეს მიიღო გარკვეულწილად საბოლოო სახე ამ დოკუმენტმა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს სამინისტროს ხედვას, თუ როგორ უნდა იყოს სატყეო სექტორი ჩამოყალიბებული. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია მის თაობაზე, რომ არსებული მოდელი ტყის რესურსების მართვის ეს ძალიან შორს არის ევროპაში უკვე დიდი ხნის წინ აპრობირებულ მოდელებთან. ლიცენზიებით მართვა ეს თუ იგივე არამერთნული რესურსების გამოყენება თუ სხვადასხვა მიმართულებები დღეს შეუძლია ტყეში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანერგილი იყოს მდგრადი მართვის